ძალადობის აღმოფხვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა. ლევან იზორიამ ქრონიკასთან ამ თემაზე კახეთში ისაუბრა, სადაც ის ჯირიც დაესწრო. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ლოპოტის ტბაზე პანკისელმა ქალებმა იჯირითეს. ცხენი როგორც ძლიერების სიმბოლო და ქალი ცხენით როგორც თანასწორი ძალაუფლება. ამ სიმბოლოებით დატვირთულ ასპარეზობას დღეს ჩვენი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეც შეუერთდა. ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას პანკიშიც ეხმაურებიან. 6 ქისტი ქალბატონი დღეს თანადგომას ჯირითით გამოაცხადებს. მთავარი წესი 3 წლის შემოვლა, მონაწილეებმა მოხერხებულად და შიშის გარეშე შეასრულეს. ჯირიც გახსნიან სალომე გეჯაძე და კამედა ტემერბულატოვა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი კახეთის რეგიონში და განსაკუთრებით პანკისის ხეობაში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს დიდი ხანია ატარებს. ძალადობის პრევენცია ამჯერად ჯირითით გაგრძელდა. ლოპოტის ტბაზე შეჯიბრის ჩატარება ბოლო პერიოდში მომხდარმა მკვლელობებმა დააჩქარა. ამით ჩვენ გვინდა დავარღვიოთ ის სტერეოტიპები, რომელიც მუდმივად გვესმის და ეს უკავშირდება ძირითადად სიძლიერეს და გვინდა რომ აჩვენოთ რომ ქალის სიძლიერე თუ კაცის სიძლიერე მარტო ფიზიკურ სიძლიერეში არ გამოიხატება და გვინდა დავანახოთ ის ქალები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს არ ღვევენ. ჩვენთან ქალებმა უფრო იციან ჯირითი, ვიდრე მამაკაცები, იმიტომ რომ ქალები უფრო მეტად არიან ცხენებთან, ვიდრე მამაკაცები. ცხენის მართვის გამოცდილება კონკურსის მონაწილეებს აშკარად დაეტყოთ. შესაბამისად, ასპარეზობის ბოლოს მათ სიგელები დაიმსახურეს. შეჯიბრს და დაჯილდოებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც დაესწრო. ჩვენ უკვე მოვამზადეთ ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია იქნება 24 ოქტომბერს. მივმართავთ მთავრობას და მთავრობა უახლეს პერიოდში განიხილავს ამ ინიციატივებს. ის ეხება პირველ რიგში სისხლის სამართლის კოდექსში 126 პრიმამუხლის გამკაცრებას, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი მამაკაცებმა ჩაიბარეს. საფინალოდ გამოსული თეთრი ცხენი ქისტ მხედართან ერთად მამაკაცთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალების სოლიდარობის სიმბოლოს წარმოადგენდა.